ცოტა დამენახე, როგორი ჩაფუთნული ხარ. თქვენ რა გონიათ მარტო ევეკო იყო ჩაფუთნული, დანიც ჩაფუთნულია ესე. ცივა დანი? ცივა? ცივა, ცივა. ცივა? ხო? რა მაქვს? ჯამსელობა? პომადა? რა ვიცი, წავისი დედა. წავეც. Hello guys. ცივა ჩვენთან რამოდენიმე დღეა დაეცა ტემპერატურა და ჩვეულებრივ ძაღლი ყმის. ჩვეულებრივად ზამთარ დაგვიდგა რა თებერვალი და დაგვიზამთრდა და თუ რამე თბილი გვაქვს ყველაფერი ტანზე გვაქვს ჩაცმული. ჩემი მოქსავილი კაშნი. ეს მოვიქცავე ალბათ 10-11 წლის უკან. ხო, ბებოსთან მუშაობდი მაშინ და აი ეს ნახით ქსოვდი იყო დრო. მისვენ მეგონი არც მომიქცევია ყაის ნახით. ხოდა წავეცი, ხა დანიკუნა წავიყვანეთ ბაღში. შეფუთნული. ძაცი. თვები მაქვს დამუხტული. ალბათ შალისის რომ იკეთია და თან შალის როლინგი მაცვია შიგნით. იმედია ხმა ისმის. დავტოვე დანიელა, ვიყიდე ყავა. ცოტა ყავას დავლევ ხა. და მერე უნდა წავიდე სახლში. არა, ჯერ უნდა წავიდე ყუთი და დასადები ვიყიდო ტორტისთვის. და მერე უნდა წავიდე სახლში. უნდა წამოვიყო საბუთები და უნდა წავიდე დაზღვევა. მაგ შესამოწმებელი და მე უნდა მოვბრუნდე. უნდა ავაწყო ტორტი. ძალიან ბევრი საქმე გასაგრძელებელი იყო, დრო როგორ გადავალაწილო არის. მოვახერხებ რაღაცას. დაგემრიელი ყავა. ძალიან მაგარი ყავა. დავჭდები ხა ცოტა ხანი. ავსკროლავ ცოტა ხანი. თქვენ კომენტარებს გადავავლებ თვალს. ხო და მერე გავუყვები მაღაზიისკენ გზას. მივედი სახლში, წავავიღე 20 კილო საბუთები და მივდივარ ახლა FK-ში. ხო და მაგრაცია, 7 გრადუსია. 7 გრადუსია და საკმაოდ ცივა. იტყვით ახლა საქართველოში ციცივეებია და კიდევ უფრო მეტად ციცივია საქართველოს. აქ რო არა ხარ შეჩვეული 10 მაგაც ის ქეჩვენება უფრო მეტად ციცივე. თან ზღვასთან რო ვართ ახლოს უფრო მეტად იგრძნობა რაღაცნაირად ეს სუსხი. სურა გავახვიძე რომ საბუთები ამეღო და გააგრძელებს ახლა ძილს იმედია. ჩოდუა 12-ის ნახევარზე წავა ეხა და არ მოვაღამის პირველ საათამდე. და წავიდეთ მოვაგვაროთ ეხა დაზღვევის საქმეები. აი მე ტოინი ამეხადა ტორტის დიზაინზე გეფიცებით. იმიტომ რომ ლოგოთი არის ტორტი. თან აქცენტი უნდა იყოს ლოგოზე გაკეთებული. თან არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული. თან უნდათ რომ ესეთი ვაუ ეფექტი ქონდეს. რადგან ის წეროს ტორტი იყო ზე ეფექტური და სასწაულად მოეწონათ. ხო და აი მიშველეთ ვიღაცამ იდეა მესროლეთ რამე. ხმერთა ჩემო. ჩამოვარდა ეს კალბატონი რამე დაუვარდა. ნაგვირა რაღაცა დაუვარდა. კარზე გაძრო. რაღაცა ისეთი ხო იყო, ჩამოვარდით არ ჩამოვარდით, იმიტომ რომ შევხედე რაღაც დაუვარდა. დაზღვევის ამბებიც გარკვეულია, მიუხედავად იმისა, რომ 11-ის 5 წუთზე მქონდა ვიზიტი დაჯავშნული.
იმდენი ხალხი იყო ქვეყნის. თან ცხელოდა იქ. გავიდრე ქურთუკი მოვიხსენი ჩემი კაშნი. ხო და ეხლა არის 12:20 წუთი და ამ წამს გამოვედი. მანამდე ვიყავი იქ. რაღაცა ეს საქმე მოვილია არჩივი არაფერს. ღმერთო, გაქვთ საბუთები. როცა საზღვარგარეთ ხარ, თავის ტკივილია, არ გაქვს საბუთები, ესეც თავის ტკივილია. ვაიმე დედიკო, ამჯერა რომ გავაკეთე. ყველაფერი დაქსეროქსებული მქონდა აბსოლუტურად მიტანილი. იმიტომ რომ არ დამჭირვებოდა მე წინ და უკან სირბილი, რამე ქსეროასლი არა გაგდა წადი გადაიღე და ჰაი და ჰუი და თავიდან ჩადექი რიგში. ყველაფერი მქონდა მზად. წავედით ახლა სახლისაკენ. წინსაფრიანი ზურა. მოვუსწარი ზურას, ეხლა მეც სამსახურში. აბა შენ შიდობთი არა. ასეთი ხარ. გაიკეთა წინსაფარი და აღარ შეცივდება. ისი ხარ უნდა. ბურთი და მოედანი ჩემია. შედაბითი არა, წავედი. შევედი. ესეც ტორტი ავაწყე უკვე. ესეც ჩემი გამოყენებული ნივთები, რომლებიც უკვე გასარეცხია. ამას წავაბრძანებ ახლა მაცივარში და ევეს მოყანამდე მაქვს ზუსტად 2 საათი, ახლა ცოტა უნდა ვჭამო, თორე გული წამივა. და მე სახს მივალაგებ და მე ევეკოს მოვიყვან. მორჩი აბსოლუტურად ყველაფერს ერთადერთი სამზარეულოში ჩემი ჭურჭელი დამრჩა ამოსარეცხი, რომელიც გამოვიყენე ტორტის აწყობის დროს სახლი მოვხვეტე, მოვწმინდა, მოვხვეტე, იმიტომ რომ მტვერსასრუტი გაგვიფუჭდა, ანუ მტვერსასრუტი მუშაობს, წინაცხვირი გაუფუჭდა, ძროება და ნერვები დამაწყდა და მეთქი ცოცხი და მისი ჯანი თქო. ამიტომ ხალი ჩავიღე გოგოების ოთახში. ცოცხით წარმოუდგენელი იყო იმ ყველაფრის გასუფთავება და კარგად მოვხვეტე და მოვწმინდა მდუღარე წყლით და ისეთი კარგი სურნელით გასჯამთალობა მოლი. ხო და ჭამე, ცოტა დავჭდები, ამოვისუნთქავ, ჩავიცმევ და წავალ. და მე რედანისთან წავალ. შხეფები მაქვს შესხმული, ტორტს რო ვნამავდი. მოლი რა იყო, თავი მიარწღი რამეს გოგო? ხლა ბრახუნის ხმა იყო. თავზე გადაკრული. ტორტს რო ვაწყობდი, მე შემორჩა ესე თავზე გადაკრულით. ხო და ტანსაცმელი მაქვს დასახარისხებელი, დაკეცილი გამზადებული მიდევს აქ. და ესა მაქვს დასახარისხებელი ერთი სიტყვით. ხელები მაქვს ისეთი გაუხეშებული, რო აცივდა და სულ წყალში რომ მაქვს. მოკლედ ესეთი ამბები. დანისათვალე ისევ ვერ ვნახეთ. სამშაბათს ვიზიტი გვაქვს ოფთალმოლოგთან. ხო და ვნახოთ რას გვეტყვის. დღეს არის ხუთშაბათი არ დღეს პარასკევია. წავედი. ჩამოჯექი ერთი 10 წუთი და მე წავედი ევეკოსთან. ხალიჩას რას უზამ არ ვიცი. აშკარად გასარეცხია. ევეკოს ქურთუკიც გასარეცხია, რომელიც გავრეცხე შაბათკვირას და ჩავაცვი სამშაბათს ეცვა თუ ორშაბათს თუ სამშაბათს ეცვა ეს ქურთუკი არის და დასვარა და ისევე გასარეცხი. ესეთი ამბებიც ხდება ოჯახში. სარწყის მათანა თუხთუხებს ევეკოს ნახატი. ცივა, გოგო, ცივა. ვაიმე. რატო ცივა? მზე მინდა, სითბო მინდა, ზაფხული მინდა. ცოტაც მაიკო, ცოტაც და მოვა ზაფხული. დავედით ვერებევესთან. ვერებევესთან წავიდით, ახლა გამოვიყვანთ, იქნება ამოჩურჩლული პირმოთხუბნული სადაჩქარება არ ვიცით. სწორედ მასწავლებელი აჩქარებს. გახანგრძლივებულის მასწავლებელი წესიერად არ აცდის ამ ბავშვებს არ ჭამას, არც ქურთუკის ჩაცმას, არც წიგნების ჩალაგებას და არაფერს. ჩემი წერა არ გახდეს მეშინია.
მე რა მეშინია მაგას ეშინოდეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცევა ეს ქალი. წინა კვირაშიც მომიშალა ნერვები. გეტყვით მე რა. ეს არის სურათი. და შიგნით რა? მე შიგნით გავხსნა, დედკო სახში იყოს ესე. უი, როგორია დე? ყოჩახ. ეს დავდებ ჩამგრაფია. აუცილებლად დე. მოდი მოგეხმარები ჩათებაში. მოგეხმარები დედიკო, აი ამას დავიკავებ და ჩადე. მედი. ჯალო ეს. ხო, ნახოთ სახში მერე. კარგი, ახლა ქუჩაში ვერ ვნახავთ დე. როგორ ახარ? კარგი. ხوار შეგცივდა? წავედით. ყოჩახ, წავედით და საჭმელი რა ჭამე? ხო? პიტა რა თქმა უნდა არ ჭამე, ხო? სალათა ჭამე? და რაც წაღებული ქონდა? ესეც ევეკო სურათი, როგორი გოგოა დედა, ჩემო ციმციმა. ნახავ ხო სხვებსაც დე? ხა მოიცადა სხვებიც. კიდე აი ესეთი ყუთი და ეხა მე და ევეკო გავხსნით და ვნახავთ რა არის ამ ყუთში, ხო? გითხრეს რა არის? არ ვიცი რა. არ უთქვამთ, ხო? მოიცადა? ვაუ! პასტეს. ნელა, დედიკო მოიცა. აი მე რა მაგარია. რაღაცა პასტაკლების კუპონია. ავტონეტო ბასკეტ. ვაიმე დედიკო კალენდარი, შენი ფოტოთი დე. და კიდე ანდრიასთან ერთად გადაღებული ფოტო. ნელა არ გაფუჭდეს დედიკო. მოიცა. ავტომეღო. მოიტანე აგერ ვნახოთ დე, დადე. არა მოიღო ესე იდო. ავტოინა. აი, სიყვარული. იცი რომ ბავშვები გითხრა, ეს არის. მასე ვერ ხედავ დე. ეს არის კირო ანდრეა, მე, ზოი, ზინონა, მელინა, კრის, რაფაელი, ნიკო, აგელა, ნიკა, ნეფელი, ლია, გიორგია, ფოტინი, ორფეა და იასონა. ყოჩახ, მიდი წადი ახლა გამოიცვალე დე? სადა? აი, ნახე სკამზედას გამზადებული. დღეს ოჯახში გვაქვს გულიაშის დღე. მოკლედ, ცხელ ქვაბში, ჩავასხის ეთი, ბევრი არა. დღეს გვაქვს ოჯახში გულიაშის დღე. ერთ სიტყვით ქვაბი გავაცხელე, დავუმატე ზეთი. ჩავყარე შიგნით ხორცი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი, მაღალ ცეცხლზე ისე რომ მოიბრაწოს და არა წვენი გამოუშვას ბევრი და ჩაიხარშოს, მოუბრაწე ხორცი, ბლომად ალყა დაჭრილი ხახვი, დაახლოებით 1-4 თავი ხახვი გამოვიყენე 700 გრამ ხორცზე. შემდეგ დავუმატე უკვე სტაფილო, ასევე სელერი, მაგერ ჩანს სელერი დაჭრილი. ამოვრიე კარგად ეს ყველაფერი მოვშუშე, მოვბრაწესავით. შემდეგ დავუმატე 1 ჭიქა ღვინო, წითელი ღვინო, მარილი გემოვნებით, ცოტა დავუმატე მეგრული აჯიკა, რადგან ვფიქრობ რომ გააგემრიელებს და ღვინო ვთქვი. ტომატის წვენი 250 გრამი, 200 მილილიტრი წყალი, ოღონდ ან თბილი, ან ცხელი უნდა დავუმატოთ და ეხა ამას დავდგამ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით საათნახევარი 2 საათი რომ იხარშოს, თავსახურ დახურებული, არ შევაწუხებ, თავისთვის მოიხარშება კარგად და გემრიელად და ვფიქრობ გავაკეთო კარტოფილის პიურე. ესეთი ამბები. ესენი გვერდებიდან ჩამოვიღო ხახვები რომ მიეკრა და ესეთი გემრიელი სადილი გვექნება დღეს მოკლედ. ესეც ჩვენი გულიაში მზად არის, ხორცი იშლება, ისე არის მომზადებული, ძალიან მოიხარშა. რაც ყველაზე მთავარია ამ კერძისთვის, ხორცი არ უნდა იყოს მაგარი და გავაკეთებ ასევე კარტოფილის პიურეს. და ვფიქრობ ოჯახის წევრებს ყველას მოეწონება ძალიან და მიირთმევენ. გამოვიდა უგემრიელეს. გულიაშიც მზად არის პიურესთან ერთად.
დამერწმუნეთ აქ სასწაულის საოცარი სურნელი და დავიჯდები გიახლებით თქვენს თუ მირთმევთ გემრიელად მიირთვით და შეგერგოთ გოგვებიც ჭამენ იქეთ მისაღებში დანი რას აკეთებ დანი გოგვები თამაშობენ ვიდრე მე ჭურჭელს რეცხავ რაო დე არ უნდა დალევა მასე არ გინდოდა დედა შენც რძის დალევა პატარა რო იყავი და ეხა ვერ გაჩერებთ უი ფისიქნა ხოღოთ მაგაში ყავდეს ხო მაგიდაზე რო არ გადმოისხეს დანი შენ რას აკეთებ ვაკეთებ ცომის. ცომის აკეთებ ხო. ვაუ რა მაგარია ყავას გამიკეთებ კნაფისი. დედიკო მასე ძალიან და ჩააჭირო დედა ეთკინება მასე მაკი. არო. აუ რა მაგარი ჭიქაა დე კიდა. კი როგორ არა ეს მოკეთარი. მიყვარს კაფის მოთმინი. აი მე ეს ჩემი მეზობელი როგორ ყოველთვის ყვირის მომაწოდე ევეკო დავლიო მე დიდი მადლობა ყავა. რა გემრიელი ყავა ევეკო ოღონ ჩასვი დედა ამაში ჩასვი თორე დაიღვრება წყალი ძირს და შენც დასველდები აი მე დანიმ როგორი ყავა გაგიკეთა დე ძალიან გემრიელია დანი ძალიან ხო ძალიან. დიდი მადლობა როგორც მე მიყვარს ისე კაპუჩინო ღლიკო ღლიკო რაღა იყო კაპუჩინო ზიპლო ბროს ღლიკო ეხა კაპუცინო. კაპუჩინო დედიკოს უყვარს კაპუჩინო ღლიკო ფუღლიკო მამიკოს უყვარს კაცო რა დავიჯინე დედიკოს უყვარს კაპუჩინო ზიპლო ბროს ღლიკო მეც. შენც რაცა გავესწრებ. როცა გაიზდები დედა ძალიან უაჭერ მაგ საცოტას წავედი გავაგრძელე ჭურჭლის რეცხვა